წამოვედი იქიდან, რატომ? იმიტომ რომ არ მჯეროდა იმის, რაც ვაკეთებდი. რა ვნახე იქ? ვნახე იქ, რომ ამ ინდუსტრიას, ამ კლასიკური მედიცინის ინდუსტრიას, ერთადერთი რაც ადარდებს არის, რომ ფული გააკეთოს. საერთოდ ფეხებზე კიდე ყველა ადამიანის ჯანმრთელობა, ბავშვების ჯანმრთელობა, ფეხებზე კიდია. რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება კიბო, რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება ქრონიკული დაავადება, მით უფრო მეტ ფულს აკეთებს ეს ხალხი. ხვდები? ამ ადამიანებს რაც აწყობთ არის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაავადდეს. სიმართლე მწარეა, რა ვქნა ესეა. ეს კიდევ ერთხელ არნიშნავს იმას, რომ ექიმები არიან ბოროტები და ამას აკეთებენ განზრახ და ექიმებს უნდათ რომ ადამიანები დაავადონ, უბრალოდ უმეტეს ექიმს არ ესმის ბიზნესი და ეკონომიკა და არის თავადაც მსხვერპლი. როდესაც გახდა ექიმი, მოიხედა მარცხნივ, მარჯვნივ და გააცნობიერა სადაც იყო, უკვე გვიანი იყო. და უმეტეს ადამიანი არის შემსავით გიჟი, რომ 10 წლის გაღებული შრომა, 5 წელი ბიბლიოთეკაში დღეში 8 საათი ჯდომა და ტვინის თხევა სათითაო ენზიმზე წყალს გაატანოს და ადამიანებს უთხრა სიმართლე. და მე წამოვედი იქიდან ამერიკიდან, იმიტომ რომ ეს ვნახე, ჩემი პირადი ფინანსური რისკის სანაცვლოდ. ნახე რა საშინელება იყო ის და რაც ხდებოდა იქ. იმათ აწყობთ რომ ადამიანები დაავადდეს. რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადება, მით უფრო მეტი წამალი გაიყიდება. რაც უფრო მეტი დიაგნოზს დააგროვებ, უფრო მეტი წამალს დაგინიშნავენ. შენი დოზებიც უფრო გაღრმავდება. წამლები და მე გადახვალ ქირურგიულ პროცედურებზე. ქირურგიულ პროცედურებში უფრო მეტი ფული კეთდება. რაც უფრო მეტად დაავადდები, მით უფრო მეტი ქირურგია დაგჭირდება. იდეალურ შემთხვევაში ყველას კიბო უნდა დაემართოს, ყველას ქრონიკული დაავადება უნდა დაემართოს, რომ უფრო მეტი პროცედურები გაკეთდეს. იმიტომ რომ მაგაში კეთდება დიდი ფული. ქიმიოთერაპიაში კეთდება ყველაზე დიდი ფული, ხო? და ქირურგიულ პროცედურებში. ესეა, რა ვქნა. აი, YouTube-ზე ჩაწერე, ძალიან კაი ტიპი არის, ძალიან გულწრფელი და ესეთი ექიმი არის, ნეიროქირურგი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ნეიროქირურგი, ქირურგი იყო კაცი. ამბობს რას, რომ მივატოვეო ქირურგიაო, MIT trained neurosurgeon ვიყავიო და მივატოვე ქირურგიაო, MIT აქ დამთავრებული ტიპს. გასული იყო დამკში, არაფერი არ უნდა, უბრალოდ უნდა დაელოდა, როდის გახდებოდა, არ ვიცი, მულტიმილიონერი, ხო? და უბრალოდ უნდა ეკეთებინა ის, რასაც ავალებდა ეს ინდუსტრია. კაცი ამბობს რას, რომ ჩემს community-შიო, ჩემს გარშემო, როდესაც მე რეალურად ხალხის გაჯანსაღებით ვიყავი დაკავებულიო, ბოლოს ისე მოხდაო, რომ ადამიანი უკვე უფრო ნაკლები ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი ქირურგიული ჩარევა ჭირდებოდა, იმიტომ ხალხი გამოჯამრთელდა. და ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ დამიბარა და მითხრა, რას ეკეთებო ეს, რა ხდება, რატო შემცირდაო პაციენტების რაოდენობა? ეს ჩვენ არ მოგწონს. რას აკეთებ აქაო? შენი ვალი რა არისო? შენი ფასი როგორც ექიმის არის, რომ ჰოსპიტალს მოუტანო ფული. და შენ თუ ადამიანებს გამოაჯამრთელ და უფრო ნაკლები ადამიანი მივა ჰოსპიტალში პროცედურების გასავლელად, შენ რა ექიმი ხარ? ჰოსპიტალისტვის რა ექიმი ხარ? შენ იდეაში კარგი ექიმი არის ვინ? კარგი ექიმი არის, რომელიც თავის თავს ადრე თუ გვიან ზედმეტად აქცევს. ანუ ექიმი რომელიც გასწავლის შენ ყველაფერს იმის რომ შენ თავად იყო ჯანმრთელი და ექიმი აღარ დაგჭირდება, ის არის კარგი ექიმი, რომელიც შენ დაგეხმარება და გამოგაჯამრთელებს. ექიმი რომელიც თავის სოციუმს პროგრესულად დაავადებს, ის რა ექიმია? ექიმის როლი რაში იზომება? გჭირდება ამდენი ექიმი თუ დაავადებულები არა ვართ? არ გჭირდება. ამ ადამიანმა რომ გამოაჯამრთელ ადამიანები და აღარ ჭირდებოდათ ამას ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ დაიბარა და რას აკეთებო? შეგვიმცირდაო, შემოსავალიო, შენ რომ ეს ადამიანები გამოაჯამრთელო და ეს კაცი წამოვიდა ჩემნაირად ასევე ფინანსური რისკის სანაცვლოდ 11 მილიონი ნახვა აქ ახლა მაგის ვიდეოს. და იქ ხალხი წერს, აიკითხეთ ხალხი რას წერს იმ კომენტარებში და როგორ ამხელენ ამ ინდუსტრიას, რა საშინელება ხდება. მათ შორის არის ონკოინდუსტრიაც, რა გონიათ ეს ონკოინდუსტრია რა არის? ადამიანებს რომ ონკოლოგიური დაავადებები ემართებათ, გონიათ რომ გულის პარკუჭები ეშლებათ და ემპათიას განიცდიან და ისა? არა, მათ ამ ადამიანების დარდზეც და ტანჯვაზეც ფული კეთდება. და ასყიდებენ უამრავ ისეთ ჩარევას, რომელიც არაფერს არ შველის ამ ადამიანებს, ხო? რეალურად რა ჩვენ შეგვიძლია, ეს იმას არნიშნავს, იმედი უნდა გადაიწურო. ჩვენს ორგანიზმს აქვს უნარი რომ ებრძოლოს, თავად ებრძოლოს, იმუნურ სისტემას აქვს უნარი რომ თავად ებრძოლოს სიმსივნეს, კიბოს და ასე შემდეგ. მე ამ ვიდეოს კომენტარებში ჩავაგდებ ერთ ინტერვიუს ჟურნალისტის, რომელიც არის ამ ონკოინდუსტრიაში, ტრიალებს უკვე რამდენი წელია და ამბობს, რომ არც ერთი ინტერვენციული კვლევა არ აქვს, რომელიც საუბრობს ონკოლოგიური წამლების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რომ აი თქვა ადამიანს დაემართა კიბო, ხო? მიეცი რაღაც წამალი და ეს წამალი უხანგრძლივებს თუ არა ამ ადამიანის სიცოცხლეს. და იმაზე აღარ საუბრობთ ამ წამლებს, როგორი გვერდით ეფექტები აქვს.
რა გვერდ ეფექტებს იწვევს? უმეტესი კიბოს წამვალი თავადვე არის კიბოს განვითარების რის ფაქტორი. უმეტესი კიბოს წამალი თავად არის ონკოგენური კიბოს განვითარების რის ფაქტორი. და მეცნიერებაში ეფექტი იზომება რითი? უნდა ჩაატარო ორმაგისიმავის რანდომიზირებული კვლევა, სტანდარტული მკურნალობის მოდელი, რაც ერთ მხარში ეგ უნდა გაუშვა, მეორე მხარში უნდა გაუშვა რაღაც ახალი, რასაც იკვლევ. მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ეს ინდუსტრია არის მთლიანად ფულზე დაყვანილი, ხშირ შემთხვევაში მოსყიდვა ხდება ამ კვლევარების, არაკეთებენ გულწრფელად, გულწრფელი რანდომიზირებული განაწილება არ ხდება. თუ რომელიმე წამალზე ცუდი შედეგი გამოქვეყნდა და არ აქვეყნებენ იმას. აი წაიკითხე ჯონ აბრამსონის წიგნი, როგორ შეიწირა ადამიანების ჯანმრთელობა ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ და სამწუხაროდ ყველა მთელი მსოფლიო ბაძავს მაგათ. გაიდლაინებიც ამერიკული იწერება და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ფული იქიდან მოდის, ხვდები? დიდი ფული კეთდება ამაში და არავის არ ადარდებს შენი ჯანმრთელობა. არ ადარდებთ და რა ვქნა? შენ თვითონ უნდა დაინტერესდე შენი ჯანმრთელობით და შენ თვითონ უნდა გადადგა სწორი ნაბიჯები. ეს სწორი ნაბიჯები რა არის? სწორი ნაბიჯები არ უნდა დაფიქრდე. 200,000 წელი იჭედებოდა ჩვენი დნმ ველურ გარემოში, როცა მონადირე შემგროვებლები ვიყავით. მონადირე შემგროვებლები. რეალურად შემგროვებლები და მე გავხდით მონადირეები. სხვა ნადირები ჭამდნენ ცხოველებს, კუნთისგან გაპარსავდნენ, მივიდოდით ჩვენ პატარა ზომის კუნთები ქონდა, მაშინ ცხოველები ძალიან დიდი ზომის იყვნენ, გავტეხავდით ძვალს, ძვლის ტვინით ვიგობებოდით. მე გავხდით უკვე მონადირეები, ხო? ნადირების ზომა დაპატარავდა, უკვე შეგვეძლო ჩვენს კონკურენცია გაგვეწია მათთვის. დავიწყეთ რა, ძირითადად ხორცის ჭამა, ხორცის და ცხიმის ჭამა. რა დასტურებს ამას? ძვლების იზოტიპირება იმ ადამიანების, რომელთაც ძვლებიც არის შემორჩენილი, ასევე ჩვენი ნაწლავის აღნაგობა, ხო, ჩვენი კუჭის პH. ჩვენი კუჭი არის ძალიან მჟავე. ჩვენ მონადირე შემგროვებლები ვიყავით, რეალურად ჩვენ კარნივორებზე უფრო მჟავე კუჭი გვაქვს. ჩვენი წვრილი ნაწლავი არის ძალიან გრძელი. რაც იმას ნიშნავს, ჩვენ ძირითადად ცხიმების ათვისებით ვიყავით დაკავებული. ჩვენი მსხვილი ნაწლავი არის პატარა, განსხვავებით თქვათ ჰერბივორებისაგან. ჰერბივორებს აქვთ დიდი მსხვილი ნაწლავი. რატო? იმიტომ რომ ისინი როდესაც ამ მცენარეებს ჭამენ, ხო, დიდი მსხვილი ნაწლავი ჭირდებათ რომ ეს დაიტიოს, დიდი მსხვილი ნაწლავი, ბევრი ბაქტერია იქა და მოკლე ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები წარმოიქმნება ამ მცენარეების დაშლისგან, იმით იკვებებიან. ჩვენ გვაქვს დიდი წვრილი ნაწლავი, რატო? იმიტომ რომ ჭამოთ ძირითადად ხორცეული და ცხიმეული. და სამწუხაროდ დღეს ჩვენ ცხოვრობთ გარემოში, სადაც ამ კვებაზე რა ინფორმაცია ვრცელდება, ძირითადად ვრცელდება რაღაც ტრენდებზე დაყრდნობით. რა მოიპოვებს უფრო მეტ ნახვას და არა იმაზე, რაც არის მეცნიერება. ეს ნუტრიციოლოგები, რომლებიც ავრცელებენ ამაზე ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ტრენდებზე დაყრდნობით და არა მეცნიერებას დაყრდნობით. ვის აქვს შესწავლილი ევოლუციური მედიცინა, რომელიც არის ამისი საყრდენი, საიდანაც უნდა ამოხვიდე. და მე თუ ეს არ თქვი, ადამიანს არ უთხარი, როგორ მიდის ადამიანი დაავადებამდე, მაშინ პრევენციას როგორ შევძლებთ? კი, მწარე მოსასმენია ეს ყველაფერი რატო ხდება. სამწუხარო მოსასმენია, რომ ადამიანი არასწორ ინფორმაციას დაყრდნობით იღებდა ინფორმაციას წლების განმავლობაში. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ასევე გავითვალისწინოთ, რომ ახალი თაობა იზრდება. ახალმა თაობამ რომ მიიღოს უფრო უკეთესი ცნობა, ისინი ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ თავის ჯანმრთელობის კუთხე, უფრო ნაკლები ადამიანი დაავადდება. ხოლო ვინც უკვე დაავადდა, სამწუხაროა, რაც შეუძლია გააკეთოს არის ეხლა რომ ეხა დაიწყოს სწორი კვება. სწორი შეამციროს ეს ქრონიკული სტრესი, ამ გვერდზე შეუძლია გაიცნოს, როგორ უნდა შემცირდეს ეს ქრონიკული სტრესი და ასევე შეუძლია რომ გადავიდეს სწორ კვებაზე, იმოძრაოს. ეს არის რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო? მე აღარ ჩავყვები ხა ძალიან ღრმად ვიღაცამ შეიძლება მის რომ აი ეს წამალი არსებობს ერთი წამალი რომელიც რაღაცას ამცირებს. კი, შეიძლება ესეთი ერთი წამალი არის რაღაცა რომელიც აქვს რაღაცა სიტყვაზე განკურნების ან უკეთესი რემისის ეფექტი, მაგრამ რაც მინდა იცოდე არის რომ ეს ონკოინდუსტრიაც არის ძალიან გაღრწნილი, ბნელი ინდუსტრია, რომელიც ერთადერთი დანიშნულებაც არის რომ ფული გააკეთოს შენს ტანჯვაზე 99%-ში. თუ ამაზე ვინმეს უფრო ღრმად უნდა რომ ჩამოყვეს, დავლინკავ ვიდეოებს და უყურე, შემოკარგო და გაეცანი, რომ ეს ასეა და შენ თვითონ დარწმუნდები რომ ეს ასეა და არაფერს არ ვიგონებ მე. როგორ ყალბდება ეს კვლევები, მაგასაც გამოგიგზავნი? 95% კვლევებს როგორ აფინანსებს ფარმაცევტული ინდუსტრია? აღარ არსებობს peer review პროცესი, ვინც ახლა მეცნიერები მისმენ, peer review პროცესი არის რა, რომ სხვა მეცნიერებმა უნდა განიხილონ შენი გამოქვეყნებული სტატია. და ეს peer review პროცესი აღარ არსებობს, იმიტომ რომ peer ნიშნავს, ანუ შენი კოლეგები განიხილავენ ამას. და შენ კოლეგებს აღარ ეწოდებათ საჭირო ინფორმაცია დღეს. ეს ყველაფერიც მოისპო. ეს ყველაფერი მოხდა 80-იანი წლების შემდეგ. 40 წელია რეალურად, რაც ამ ახალ სამყაროში ცხოვრობთ. ახალი ჯანმრთელობის სამყაროში ცხოვრობთ. ეს ყველაფერი მე რო გავიაზრე, ამაზე ჩემი
კარიერა დავდე. და დღეს ამ მინდორი ამას ემსახურება, რომ ეს ინფორმაცია შენ მიიღო და დაიძრა ჯანმრთელობისკენ. ამას ემსახურება ეს, ჩემი მისია ეს არის. ჩემს სხვაც აფასებს ძალიან დიდი მადლობა მინდა